წავედით, ეხლა არგომის ტაძარში. დავით, ხამდებარე. ინო სურათები ვიღებ თუ ვიდეო? ვიდეო. მე მაღლა ეს დაიმწყივეთ და წადით მაშინ და მე დაგეთ. ეყოფა კაი დაასწრეთ, მაგრამ არა უფრო დიდი ჯობია, ეგ არა, ეს გახსენეთ. ეგ დატოვეთ, მათ გახსენეთ. მომიტივტივები. ეგ არის ტივტივები. ეს ეს ტივტივა, ეგ რა არის? ბიჭო, არა ის თვითონ ტივტივა გვინდა, ეგ არის სანთელი, მაინც ეგ კი არ გვინდა. ერთი თავის მოწყობილობით, მეორე თავის მოწყობილობით. აჯობ მეკცეს მეზიარება ყოველწლიურად სხვადასხვა სპორტთა საიდუმლოთა შენთან უცაუძლებელს სული და ხორცით რომელთა მიერ უღირსად ვეზიარები არამედ მომეცმე ვიდრე უკანასკნელ აღმოჩინოთ ჩემდამდე დაუჯერად მოღებად ნაწილი სიწმინდეთა შენთა სული საწმინდისა ზიარებად საგზად ცხოვრებისა საუკუნოისა და კეთილნი თვალვა სიტყვის აგებო წინაშე საშინელსა სამჯაროსა შენთა რათა მეცა ყოველთა ჩეულთა შენთა თანაზიარი უხნელთა კეთილთა შენთა რომელ განუზადე მოყარეთა შენთა უფალო რომელი მათთან ადიდებულ ხარ უკუნისამდე ამინ მოდი აბლოჩო საკოკითხო ჯერას კითხო მოდი მოდი ამით მაგრამ ხვრება სანთელი ხარია ხარი ვი სანთელი აქ ვიმეს არა მე ის რო გავხდები ხატებით პირით კაიდეკით ვერ ვეტევით და გადაშალე ხო ეხლა ის გააქვს ხო მე დავიწყებ მე თქვენ მე როგორც რომელსაც მე ვიგალობებ თქვენც ის იგალობეთ დიდება წმინდასა და ერთარსა და ცხოველს ყოფილსა და განუყოფელსა სამებასა ყოვლადვიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ქრისტეას გამკვეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამდგუნველი დასაფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ქრისტეას გამკვეთით სიკვდილისა დამდგუნველი დასაფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი
ქრისტეას გამკვდრეთით სიკვდილით ასიკვდილისა დამდგუნველი დასაფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ქრისტეას გამკვდრეთით სიკვდილით ასიკვდილისა დამდგუნველი დასაფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ქრისტეას გამკვდრეთით სიკვდილით ასიკვდილისა დამდგუნველი დასაფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ქრისტეას გამკვდრეთით სიკვდილით ასიკვდილისა დამდგუნველი დასაფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი მეორე როარი ჩქარი აღსდეგინ ღმერთი და განიბნნენ ყოველი მტერნი მისნი და ილტოვდნენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა ქრისტეა ვითარცა მოაკლებს კამსა მოაკლენ და ვითარცა ცვილია დაზნის წინაშე ცეცხლსა ესრე წარყვნენ ცოდვილი პირისაგან ღვთისა და მართალნი იხარებდნენ ესიას დღე რომელიც უნდა უფალმა ვიხარებდე და ვიშვებდე თამაშინა შვიდობით უფლისა მიმართ ვილოცო უფალო შეგვიწყალე ვისათვის სულთა ჩვენთა საუფლისა მიმართ ვილოცო უფალო შეგვიწყალე კომისათვის მინდა ხაფისა ეკლესიათა და ყოველ საერთობისათვის უფლისა მიმართ ვილოცო უფალო შეგვიწყალე შიში და ფისათა შემავალთა მაშინა უფლისა მიმართ ვილოცო უფალო შეგვიწყალე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამხედრო თბილისის მთავარეპისკოპოსისა იჩვით აწმ აფხაზეთის მიტროპოლიტისა იგისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიასათვის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაკლისა სენაკისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტისა შიოსათვის პატიოსა და მღვდელთა ქრისტეს მიერ იასოთა სადა ქვეყანა და ქვეყნები და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესა რომლით აგავსლიერდი ქრისტეას გამკვდრეთით აწყოვლით ურთ აღივსნო ნათლითაც სადა ქვეყანა და ქვეყნები და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესა რომლით აგავსლიერდი ქრისტეას გამკვდრეთით აწყოვლით ურთ აღივსნო ნათლითაც სადა ქვეყანა და ქვეყნები და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესა რომლით აგავსლიერდი ქრისტეას გამკვდრეთით აწყოვლის ურთ აღივსნო ნათლითაც სადა ქვეყანა და ქვეყნები და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესა რომლით აგავსლიერდი ქრისტეას გამკვდრეთით აწყოვლის ურთ აღივსნო ნათლითაც სადა ქვეყანა და ქვეყნები და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესა რომლით სიკვდილი და სიკვდილისა დამბრუნებელი და საფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი ქრისტეას გამკვდრეთით სიკვდილი და სიკვდილისა დამბრუნებელი და საფლავები შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცო
Umbravo sheguitfale შეგვეციენი გვაწყობენ შევისწავლენ და დავიშვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა Umbravo sheguitfale დიდებულისა დედოფლისა ჩვენი ღვთისმშობლისა გამარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა თაღვისთვის წინ დაუხიეთ და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტეს აღმერთსა ჩვენსა შევედრო ღმერთი ხარ და შენ და დიდებას აღავლენ მამისა, დაძისა, დაწმინდისა, სულისა და მარადის და უკუნისამდე. ქრისტე არ ვდგა. ესთან დაკავშირებით. გვაკურთხენ მამაო. რომელი ხარ კეთილმსახურნი და ღვთისმოყვარენი. იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა. რომელ არს მონაი კეთილგონიერი შევედინ სიხარულსა ამას უფლისა თვისისასა რომელმან იღვაწა მარხვითა მიიღე ათ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა რომელმანცა იმუშაკა პირველ ჟამიდან მიიღენ დღეს თანამდების სიმართლისა რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა მადლობით დღესასწაულობდნენ ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია ნუ იჭუნეულობენ რამე თუ არა დაჭირება არს მისა და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა მოვედი ნურარასა ორგულებენ და ნუ ეშინინ ხოლო რომელი მე-11-ესა ჟამსა მოიწია ნუ შეშინდებიან დაყოვნებისათვის რამე თუ მრავალ მოწყალი აქვს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა და განუსვენებს მე-11-ესა ჟამისა მოსრულთა ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისთა მოწყალი აქვს და შეერთავს მას პირველთა თანა მათ მისცემს და ამათ მიანიჭებს საქმეთა მიითვალავს და განზრახოთა განიკითხავს საქმეთა აქებს და გულსმოდგინებსა და ადიდებს და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა რათა პირველთა და უკანასკნელთა ზოგან სასყიდელი მიიღონ და რათა მდიდარი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდნენ და მოღვაწენი და სულმოყნენი დღეს ამას პატივს სცემდნენ რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა ყოველი ერთმამად განსხრებოდნენ რამთუ დღეს ტაბლა სავსე აქვს იშვებდით ყოველი ზვარაკი ჭამებული მზარს ნურავინ წარვალს ხშირი ყოველივე იშვებდით სერით ამით სარწმუნოებისათა ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტყვებისა ნუ ვინ ზრუნავს სიგლაფაკესა რამე თუ გამოშთა ყოველთათვის სასუფეველი ნუ ვინ გოდებენ ცოდვათათვის რამე თუ შემდობელი ჩვენი აღმოწყინდა საფლავი ნუ ვინ წინდა ეშინის სიკვდილისაგან რამე თუ განმათავისუფლონ ჩვენ სიკვდილმა მაცხოვრისამან და დაშრიტა მათთვის რომელიც პრობილ იყვნენ მისგან წარმოსწყვენა ჯოჯოხეთი შთახტარა მაშინა განამწარა იგი შთასრულთა თვისითა და ესე ისაია პირველვე ღაღატყო ჯოჯოხეთი რა შეგემთხვია იტყვის ქვეშე შენსა გამწარდა რამე თუ განქარდა გამწარდა რამე თუ მოიკიცხა გამწარდა რამე თუ მოიკლა გამწარდა რამე თუ დაიმხო გამწარდა რამე თუ შეიკრა მიიყვნა ხორცნი და ღმერთი იხილვა შეიწყნარა ქვეყანამან და მოეგებნენ ცანი მიიღო ხილული და დასა უხილავი სადაა სიკვდილო საწერტელი შენი სადაა ჯოჯოხეთო ძლევაი შენი აღზრდა ქრისტე და დაირღვე შენ აღზრდა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი აღზრდა ქრისტე და იხარებდნენ ანგელოზნი აღზრდა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქოს აღზრდა ქრისტე და არცაღა ერთი მკვდართაგანი არ საფლავსა შინა აღდგა ქრისტე მკვდრით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა რომლისა არ დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე ამინ წაიკითხე შენ პირისა შენის შენისა მადლივითა პროგრამაფნედა და სოფელი ვანანათა მერტი ჩვენი ყოვლა გვიასდა მარადის და უკუნისამდე
ვაჟა ამბობ დაალევიჩის თავი და აბა პრობლემა გეჭიროს და ერთი მეუღლის გადააწყვეტა. ყველას ამ უდიდეს დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბედნიერ დღეს დასაბამს ზეციერი სასუფეველის დამკვიდრებისა დღეს კაცობრიობის ჯოჯოხეთის ტყუებიდან გამოხსნისა რომელიც მოგვანიჭა ქვეყნად მოსულმა სამყაროს შემოქმედმა ძე ღვთისამ განკაცებულა ღმერთმა იესო ქრისტემ ამაზე დიდი და ამაზე ბედნიერი დღე კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს ეს არის ჩვენთვის მოცემული შესაძლებლობა ზეციერი სასუფეველის დამკვიდრებისა და ეს შესაძლებლობა მიიღწევა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ძმა უნდა დანო ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ქრისტეს აღდგომის დღეს ჭეშმარიტად სულის ცხონების მეძიებელი ადამიანი ეკლესიის შვილი ადამიანი მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი ადამიანი ყველგან უზომო გამოუთქმელი ენით გამოუთქმელი სიხარულის მომგვრელი და გამცდელია ქრისტეს აღდგომის დღესასწაული. ალბათ შეიძლება ითქვას ყველაზე მეტად თვითონ იქ სადაც ქრისტეს აღდგომის ადგილია, სადაც ქრისტეს საფლავია იერუსალიმში წმინდა მიწაზე. თუმცა ნებისმიერ იმ წმინდა ადგილას, სადაც ქრისტეს სათნოყოფელი მოღვაწეები, ქრისტეს მოწამეები მოღვაწეობდნენ, ეწამებოდნენ ქრისტესთვის მართლმადიდებლობისათვის ყველგან არის და ნებისმიერ ადგილას დიდი სიხარულის განცდელი აღდგომის დღე. და ჩვენ დღევანდელ დღეს ვიმყოფებით ერთ-ერთ ესეთ უდიდეს წმინდა ადგილას. თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ დავით გარეჯის მონასტერი ეს არის საქართველოს ჩვენი სამშობლოს, მართლმადიდებელი სამშობლოს ერთ-ერთი წმინდა, უწმინდესი ადგილი, სულიერების ცენტრი, როდესაც მე-6 საუკუნეში გამოაგზავნა დედა ღვთისმშობელმა საქართველოში ასურელი ბერები და მათ შორის დავით გარეჯელის აი ამ უდაბნოში, აი აქ მოვიდა სამოღვაწეოდ და ეს უდაბნო იქმნა ყვავილნერ აყვავებული სულიერების, აქ იყო 12 უდიდესი მონასტერი და შეიძლება მეცით მე ესე მახსოვს 12 მონასტერი სხვადასხვა ლავრა მთავარი იყო თვითონ სადაც ღირსი დავით გარეჯელი მოღვაწეობდა და შემდგომ ამ უდაბნოში აი უდაბნო თითქოს უსიცოცხლო ადგილი რომ ბუნებრივად შეხედავ მაგრამ მეორე მხრივ რამხელა სულიერების რამხელა რამდენი ღირსი მამა რამდენი მოწამე და განსაკუთრებით დღევანდელი დღე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აი ამ დავით გარეჯის მონასტერში სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით უпроსწორედ მის მიმდებარედ მთის ქედზე აი ამ ტაძარში ეს ტაძარი არის აღდგომის ქრისტეს აღდგომის სახელობის აი ამ ტაძარში მე-17 საუკუნეში ურჯულო სპარსელებისგან გარეჯის უდაბნოში მოღვაწე მამები სწორედ აღდგომა ღამეს ეწამნენ ქრისტესთვის და მართლმადიდებლობისათვის მე თვითონ მინდოდა წამეკითხა მათი ცხოვრება აღწერილი იქ ძალიან ლამაზად ძალიან ხატოვნად არის გადმოცემული ეს ისტორია როგორ მოვლენ ეს მტარვალები და იქ აღნიშნულია რომ მათი წინამძღოლის მათი სულიერი წინამძღოლის სწორედ რომ ქრისტიანობის ტრათ იყვნენ მოკიდებულები რომ ესე შური ეძიათ ქრისტიანობის გულისთვის და მათ იცოდნენ რომ სწორედ აი აღდგომას იკრიბებოდნენ აქ ბერები და როცა შუაღამისა შეამჩნიეს სანთლებით ანთებული გარემო აქაურობა სწორედ იმ დროს მოვიდნენ მათთან საწამებლად და ხოლო მონასტრის წინამძღვარმა უთხრა მას რომ გვაცადე ჩვენ აქ არ ძალა გვაქვს არც არავინ გვიცავს ვერცად გაგექცევით აღვასრულებინეთ ჩვენი მსახურება და მერე ჩვენი თავი თქვენ ხელში იყოს ჩვენი ხორციო იქ არის ცხოვრებაში აღნიშნული ჩვენი ხორციო სხეულიო ისედაც მომკვდარ არს
ქრისტესთვის ბერობა ხო ქრისტესთვის თავდადება ჯვარცმა არის ვერ მონაზვნული მოღვაწეობა ზოგადად ქრისტიანობა ეს არის თავიდან ბოლომდე ვერ მონაზვნობა ეს მაქსიმალიზმია ქრისტიანობაში და ისედაც მომყარიაო თქვენ ვერ შეგაშვინეთ ვერ თუ პირიქითო ჩვენი ამ მტერისგანო ამ სხეულისგანო გახსნითო ჩვენ სულებსო და მიგვიყვანთ საუკუნო სიცოცხლეშიო და მართლაც ამ უსჯულოებსაც რაღაცნაირად ღვთის განგებით აი ეს გონება ესე იგი როგორ იყო რომ მიეცათ რომ დაეცადებინათ რომ აღსრულებულიყო აღდგომის წინვალი დღესასწაული და გადმოცემით არის რომ 6000 ბერი იმიტომ რომ უზარმაზარი მონასტრები იყო აქ იყვნენ ყველა შეკრებილები და ტრაპეზზე საკურთხეველში გარშემო ყველანი აკუცეს ქრისტეს სარწმუნოების და აი ესეთი უდიდესი წმინდა ადგილია ჩვენი დიდი წინაპრების დიდი მოღვაწეების მართლმადიდებლობის თავდადებულებისათვის და მადლობა შევწიროთ უფალს რომ აი ჩვენ დღევანდელ დღეს მოვედით დღესაც განსასწრების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ზოგადად კაცობრიობა რომელიც ივიწყებს ღმერთს ივიწყებს ჭეშმარიტ მაცხონებელ სარწმუნოებას ივიწყებს ღვთის ცნებებს გადმოცემულია ეს ბიბლიაში ძველ აღთქმაშიც უფალი ეუბნება ისრაელის ელს რომ თუ დაიცავ ჩემ ცნებებს მე შენთან ვიქნები და ყოველივე კეთილად წარგემართება თუ დაარღვევ მაშინ მტერი შემოგესევა და განსასწრები არ მოგაკლდება თვითონ ქართლის ცხოვრება არაერთგზის მოგვითხრობს ამის შესახებ და ასე შემდეგ და აი მადლობა ღმერთს დღესაც მიუხედავად იმისა რომ არ ირევა განსასწრელი არ ირევა სხვადასხვა სასტური სხვადასხვა ასე შემდეგ პრობლემები მადლობა ღმერთს რომ მაინც დღეს ქართველიერი დგას ქრისტეს აღსარებლობის გზაზე და აი ჩვენც ერთი მცირედ ნაწილნი მოვედით აქ ჩვენი ეკლესიის შვილნი რომ ამ მოგსა დავით გარჯის მონასტრის წინამძღვარმა მამა ილარიონმა ჩვენ შეთანხმებით მოვედით აქ რომ ჩაგვეტერებინათ წირვა და გვითხრა რომ შეგვეძლო აქ არ იყო არანაირი პრობლემა არაფერი აქ საშიში არ იყო და მოვედით აღვასრულეთ სადიდებლად ღვთისა საცხონებლად ჩვენი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მე მინდა განსაკუთრებით დღევანდელი დღე მიულოცო ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ჩვენი ერის ისტორიის ოქროს გვირგვინს ამ განსასწრების ჟამს ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს აღდგომის მადლით 6000 გარეჯელი ბერის მოწამეობის მადლით ღირსი მამა დავით გარეჯელის მადლით და ყველა ჩვენთაგანის ლოცვით ღმერთმა ჩვენი უწმინდეს და უნეტარეს დიდხანს გვიცოცხლოს ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი აქ მოღვაწე მამები და ყოველი ჩვენი ეკლესიის მოძღვარნი რომელიც შრებიან და იღწიან იმისთვის რომ თითეული ქართველი სქონდეს გონება გახსნილი გული ღვთის ცნებებით ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსილი რომ ეფიქროს სულისწყობაზე მარადიულობაზე ცხოვრება ხანმოკლეა თვითონ აი მე მახსენდება ეხლა რომ ჩვენ აქ ადრეც გვიწირია ეს იყო მე მაშინ სამების ტაძარში მსახურობდი და 3 აღდგომა ზედიზე ჩავატარეთ აქ ჩვენ წირვა ბოლოს იყო 2012 წელს და 7 წელი გავიდა იმის მე თითქოს თვალსა და ხელშუა ისე გაქრა გაილია ეს წლები და აი ეს სწრაფწარმავალია ჩვენი ცხოვრება მაგრამ თუ ჩვენ სწორედ სასწორებთ უფალს და აღსილი ვართ რომ სწორედ საუკუნოდ ვიყოთ უფალთან და მიუხედავად იმისა რომ ღმერთთან მისვლა აღდგომის დღესასწაული ჯვარცმით ანუ განსასწრებით ჩვენი ჯვარის ტვირთვით უნდა ვიტვირთოთ და ვიაროთ უფლის გზაზე უფალი არ დავტოვებს ჩვენ და მოგხსნით თავის ზალას გილოცავთ კი რომ ჩვენი ჯვარი მივიტანოთ უფლის წინაშე და ვიხაროთ ზეციერ სასუფეველში გილოცავთ კიდევ ერთხელ თვითქეულ თქვენთაგანს მადლობა ვინც წამობძანით ზოგი ვერ წამოვიდა სადაც არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველგან უდიდესი სიხარულის განცდა ვისაც შინაგანი აი ეს ოდნავი მისტიკური განცდა რომ უფალი ღმერთი მოვიდა ჩვენთვის ჩვენ საცხოვნებლად რა გზა მოგცა თავის ჯვარცმით აღდგომით გზა საუკუნო სიცოცხლეს ახლა ჯვერი ჩვენზეა ვიქნებით მისი ჭეშმარიტი მიმდევრები ვიქნებით მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიის წიაღში რომელიც არის გზა ცხოვნებისა მაშინ ჩვენთვის სასუფეული ღია იქნება ღმერთმა მისცეს გული გონიერი ყველა ჩვენთაგანს ჩვენს ლოცვებში მოხსენებულს თქვენ ოჯახის წევრებს და ჩვენს მომავალს ქართველ ახალგაზრდობას შვილებს რადგან ცხოვრება როგორც თქვით არის განსასწრებით სავსე და კიდევ არ ვიცით წინ რა გველის მაგრამ თუ ჩვენ ღმერთთან ვიქნებით ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება როგორც აღვითქვა სახარებაში დაგლოცოთ გაკუთხოთ კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს ჯერჯერობით ღამია ჩვენ გათენებამდე უნდა დავიცადოთ რომ იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ხარობს როგორც ზეცაში საცუფეველში მოზეიმე ეკლესია ანგელოსთა და წმინდანთა და ცხონებულთა ეკლესია ასევე მიწაზე მებრძოლი ეკლესია ხო ქრისტეს ეკლესია და
არა მხოლოდ გონიერი არსებანი, ანგელოზნი და ადამიანები, არამედ ბუნებას, ღმერთის მიერ შექმნილი ბუნებას განსაკუთრებით ხარობს და არის ესეთი, იცი თქვენ რომ მამებშიც არის ნათქვამი და თვითონ ჩვენი თვალითაც ნანახი გვაქვს რომ მზე რო ამოდის აღდგომას, მზე იწყებს მოძრაობას, აი თითქოს ბრუნავს რაღაცნაირად, აი ესე ღელავს რაღაცნაირად, აი ძალიან დიდებული და ამაღელვებელი სანახაობა, ქმნილება, მზე რომელიც მფლობელად დღისა დაადგინა უფალმა, თავის შემოქმედს ადიდებს ამ წინვალე დღისთვის, აღდგომისთვის და აი ჩვენ სწორედ 7 წლის წინ ზუსტად აქედან ეს სასწაული ნანახი გვაქვს და დაველოდოთ გათენებას და ნახოთ ეს სასწაული და კიდევ ერთხელ ყველას აქედან სულიერად თუ ესეთ გადაცემით, რა ვიცი, ტელეფონებით, არხებით ყველას მიულოცოთ აღდგომის დღესასწაული. მრავალს დაესწრებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი სრულიად სამართლმადიდებლო და მართლმადიდებლობის გზაზე ევლოთ უფლისთვის სადიდებლად და სულების საცხონდად. ილოცავ კიდევ ერთხელ ქრისტე აღდგა. აღდგომის დღესასწაულს ამ წმინდა ადგილას 6000 გარეჯელი ბერი მოწამის ადგილას აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთის შეწევნით მოვედით აღვასრულებთ სააღდგომო მსახურება მრავალსაეწარი თქვენ სრულიად საქართველოს მშვიდობა გქონდეს ჩვენს ჩვენ ქვეყანას ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შეწევნა და წყალობა არ მოაკვდეს აღდგომის დღის და დღესასწაულს. ქრისტე აღდგა. გია ზე რო ამოვიდა მაშინ ეს ბურთი წრე დისკო ხო არის შიგნით აი წითელი ცეცხლი ხوانთია და აი ეს წარმოიდგინეთ ახლა ეს დისკო და შიგნით ეს გული აი როგორც ეხლავე თამაშობს უკვე აი ხანისია რა კარგად ხო ვერ ავყიდავთ ეს მაგრამ დისკო სუგა დისკოთია კი თამაშობს შეგეცადოთ კეთმენი სინი არ გამოვა. აი, მანო და ნინო მოდი კარგი